გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ, სულ სხვა საქმესთან დაკავშირებით ვფიქრობდი და ვაპირებდი ვიდეო ლაივის ჩაწერას, მუშაობ აგერ რაღაც ბლოგს ვამზადებ ტექსტზე ქართველების უკანასკნელ ბრძოლასთან დაკავშირებით, მაგრამ გადავხედე ახლა სოციალურ ქსელს და ძალიან საინტერესო ფენომენი აღმოვაჩინე სიმართლე გითხრათ და მინდა ამ საკითხს გამოვეხმაურო. იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოკლედ, შიო მუჯირის ქადაგება, რომელიც 17 მაისს იქნა განცხადებული, ძალიან დიდი ნებათა ღელვის მიზეზი გახდა და განსაკუთრებით დაიწყო ერთმა სამირა ბაირამოვამ და ამ ადამიანმა ჯეკი მუჰამედ ალიო, რომელმაც განცხადებები გააკეთა, რომ თურმე მეორე ხარისხოვნად იგრძნო თავი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, თურმე ძალიან როგორ თქვა, თურმე შიო მუჯირმა ის რომ ქართველები უნდა გამრავლდნენ საქართველოში და სხვა ეთნოსი თურმე როგორ არ ყოფილა, მე მინდა ამ ადამიანს უპასუხო, მაგრამ მანამდე ცოტა საერთოდ ამ ყველაფერს მინდა გამოვეხმაურო, რაც ატყდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. იქ იყო უამრავი კომენტარები არის ჩამოყოლებული, 1000 კომენტარია, რა ვიცი, დავწერე კომენტარი, მაგრამ წაუშლიათ, ვერ ნახე ჩემ პასუხის გაცემული. ამიტომ გადავწყვიტე, რომ აქედან მეპასუხა და თან არა მარტო ამისთვის, დანარჩენებისთვისაც მეპასუხა, ისე როგორც ეკუთვნის, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე ცეცხლი გახსნა აზერბაიჯანული წარმოშობის ეგრეთ წოდებულმა სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ, რომელიც სამირა ბაირამოვაც არის ბაია პატარაიას ორგანიზაცია ფუჩუს ანალოგია საქართველოში, უბრალოდ სხვა სახელით და სხვა გვარით. და დააკვირდით ერთ ძალიან საინტერესო მომენტს, რაც დაიწყეს ამათმა საქართველოში ატყდა ერთი ცივილკივილი, განსაკუთრებით ეთნიკურად აზერბაიჯანული წარმოშობის მოსახლეობიდან, განსაკუთრებით ამ ყველაფერში იქნა ჩართული რადიო მარნეული გამომცემლობა, ქვემო ქართლის საინფორმაციო საშუალებები, ქართულათაც, აზერბაიჯანულათაც დაიბეჭდა ესენი და ვერ დამალავს თურმე აი ამ წყენას ეს ვაჟბატონი კიდე, არ ვიცი, ეს ვინ არის, აზრი არა ვარ, არ ვიცი, კოცებთან დაახლოებული არის თუ ვინ არის, არ ვიცი ერთი სიტყვით რა, ეთყობა აზერბაიჯანულ დიასპორაში საქართველოში საკმაოდ ცნობილი პიროვნება არის და იმიტომ აკეთებს ამ მარნეულიც აქვეყნებს ამ ყველაფერს. მოკლედ, ჩემო კარგებო, ამას რა თქმა უნდა აყვნენ უსამშობლო ქართველები, რომლებიც აი მე ვიცნობ მაგალითად აი ამ არსებას, ვიცნობ რა გადაკვეთა მქონია, საცნობი ეს არის, რომელიც მაშინ მე და ბატონი შალომი ყოფებოდით, იქ ბრძანდებოდა ეთნიკური და რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით, როდესაც აი ქართული ეკლესიის ქონების მიტაცებას აპირებდნენ და ესე შემდეგ და აი ატყდა მოკლედ მთელი ისტერიკა. საერთოდ შიო მუჯირის ქადაგებას მოყვა ძალიან დიდი ისტერიკა, არა მარტო ამ აზერბაიჯანულ დიასპორაში, არამედ აი სრულიად რა ვიცი, ნაცქუცურ მიმართულებაში, ბიოლოგიურ ნაგვებში და მინდა ცოტა მიმოხილვის სახით გავაკეთო ეს ყველაფერი და მინდა გაჩვენოთ, რომ პირველი რა თქმა უნდა გამოხდა ეს ჩვენი პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელმაც განაცხადა, რომ მე აბორტს გავიკეთებო თუ კლიზმას გავიკეთებო, ეს ჩემი საქმე არისო. დიდი მადლობა პირველო ქალო პრეზიდენტო, ესეთი სიბრძნის გადმოფრქვევისთვის, მადლობთ. ვიცით, ეს თქვენი საქმე არის, აბორტს თქვენაც ვეღარ გაიკეთებთ, უკვე იმას აქში ხართ ბიოლოგიურად არ შეგიძლიათ, ისე თქვენ მშობლებს რო გაიკეთებიათ აბორტი თქვენზე, არ ვიქნებოდეთ წინააღმდეგი რა, ნამდვილად. ახლა რა თქმა უნდა, ამან რადგანაც გახსნა ახლა ფრონტი და აყვა ამ ყველაფერს, არ მინდა უბრალოდ რომ ვინმე მიფიქროს, რომ მარტო აი ამ ხალხზე თქვა რაღაცეები, იმიტომ რომ ეს ვაი ქართველობა საერთოდ ყოველთვის ასეთი ხალხის ავანგარდშია და მხარდამჭერია და ესე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ეს ერთი მემი შემხვდა, რომ როდესაც შიო მუჯირის საუბარი იყო, ივანაშვილმა დაურეკა მის ძმას და მეგობარს თუ მის შვილობილს კობახიძეს და უთხრა, რომ აი აბორტებთან დაკავშირებით ეს ყველაფერი თურმე
ჩააწყნარე, ჩაიმასქენი, ეს ჩვენი საქმე არა, ეკლესიას თავისი საქმე აქვს, ეკლესია მისი უნდა იქადაგოს, ჩვენი უნდა ვაკეთოთ, რა აბორტი უნდა ავკრძალოთ, რის აბორტი უნდა ავკრძალოთ, რაზეა ხალხო ლაპარაკი, ჩვენ ქვეყანაში ვცხოვრობთ სეკულარულში, ჩვენ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელშიც მოკლედ რა ვიცი მე, 1000-ნაირი რჯულის ადამიანი უნდა იცხოვრობდეს და 1000-ნაირი რელიგია უნდა ცხოვრობდეს და ყველა ერთმანეთთან სინქრონში უნდა იყოს და შენი ჭირიმეში ლიბერასტულში და რაღაცაში და რაღაცაში. ნუ ახლა ვიღაცები იტყვიან რომ გუშინოს შეუსვლა ანძღავდა დღეს აქ ვჯერთი არა მე ლანძღვით არ ვლანძღავ მე ვამბობდი იმას რომ ეს ადამიანი არის არ იყო მზად პატრიარქობისთვის თავშივე მინდა ვთქვა და არ იმსახურებდა ამ ძიმე ტვირთს და ამ მძიმე ჯვარს, რომელი მძიმე ჯვარიც მას დაადგეს და რომლისთვის ნამდვილად არ იყო მზად. ეს ჩემი დამოკიდებულება არის, მით უმეტეს მის ცხოვრებიდან გამომდინარე, არ ქონდა მას გამოცდილება საიმისო, როგორ უნდა იმოქმედოს მომავალში და ხვალდაზეგაც ჯოჯოხეთად ექცევა ცხოვრება. მე გეუბნებით ამას პირდაპირ თავადაც ბევრჯერ თითზე იქმენს. მაგრამ ახლა ამაში არ არის საქმე. საქმე არის უბრალოდ სხვა რამეში, როდესაც გამოდიან როგორ გითხრათ ხალხო, ნუ არა ქართველები რბილად რომ ვთქვათ, არა ქრისტიანები, სხვა მათ შორის არც მუსულმანები, იმიტომ ამ ხალხს მუსულმანობასთანაც არაფერი კავშირი არ აქვს და აუხსნი ახლა ეს რატომაც. გვასწავლიან თურმე საქართველოს პატრიარქმა რა უნდა ილაპარაკოს, როგორ უნდა ილაპარაკოს და მათ ესახარებას გვიწერს ამირა ბაირამოვა. და გვეუბნებიან რომ თუ როგორც მოქალაქეებმა თურმე მეორე ხარისხოვნად იგრძნეს თავი. კარგი. მაშინ მე ახლა გაცემ თქვენ პასუხს, რადგანაც საქართველოში საერთოდ ესეთ თემებთან დაკავშირებით პასუხის გაცემა არ არის მიღებული და მოდი დავიწყოთ აი ამ ადამიანით, რომელმა ადამიანმაც განაცხადა რომ თურმე ის რა ვიცი, მეორე ხარისხოვნად თვლის თავს მას შემდეგ, როდესაც თქვა საქართველოს პატრიარქმა შიო მუჯირმა, რომ თურმე ქართველებო უნდა გამრავლდეთ. ხალხო, მოდი დავიწყოთ საიდან იცით? საქართველო, როგორც ესეთი სახელმწიფო, თავის ისტორიის მანძილზე არის ქართველი ერის შექმნილი. საქართველო არ არის ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც 1000 რჯულის ადამიანი გადასახლდა, ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოება და შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოება, სადაც ეროვნულობა, კონსერვატიულობად არის მიჩნეული, სადაც სარწმუნოებისგან და მსგავსი რაღაცეებისგან დაცლილია ყველაფერი, სადაც არ არსებობს ეთნიკური ნიშანი, სადაც არ არსებობს სხვა ბევრი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, რაც ერს სჭირდება და ეროვნულ სახელმწიფოს სჭირდება. ეს არის კოსმოპოლიტური სამოქალაქო საზოგადოების შექმნილი ტერიტორიული ერთეული, რომელსაც ნამდვილად აერთიანებს კონსტიტუცია და ეს ასეც უნდა იყოს. რაც შეეხება საქართველოს, რადგანაც თქვენ არიცით და თქვენ ტვინამდე ვერ დადის, რატო ვერ იქნება და არც უნდა იყოს საქართველოს შეერთებული შტატები, ან კანადა, კიდე სხვა არა ისტორიის, არც ავსტრალია და არც ზელანდია, ხელოვნური სახელმწიფო, მე გეტყვით ძალიან მარტივად. საქართველო ქართველმა ერმა შექმნა, ქართულმა ეთნოსმა შექმნა. საქართველოს სახელმწიფოებრიობის წარმომქმნელი არის ქართული ეთნოსი. ამიტომ ქვია ამ ქვეყანას საქართველო და არ ქვია კავკასიის შეერთებული შტატები. და ის რომ საქართველო დღემდე მოვიდა ასე და არსებობს თავისი მინუსებით, თავისი პლუსებით, თავისი დადებითი და უარყოფითი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე მოვლენებით, რაც არის ქართულ საზოგადოებაში, ეს არის ქართველი ერის ბრძოლით, სისხლით, შრომით. მე არ ვამბობ, რომ სხვა ერის წარმომადგენლებიც არ იბრძოდნენ. იბრძოდნენ და მათ შორის კრწანისის ომში ყარაჯალელი 300 თათარიც ცნობილია, ასე არის ცნობილი ისტორიაში. ახლა ამის გულისთვისაც ვიღაცა არ ატყდეს, ახლა წივილ-კივილი არ ატეხოს, რომ შეურაცხყოფილად თulis თავს, რადგანაც ასე არის ცნობილი ისტორიაში, რომლებიც განსაკუთრებით იბრძოდნენ ერეკლეს გვერდით და როდესაც სხვათა შორის იჭერდნენ ამას აღამაჰმად ხანის ხალხი განსაკუთრებული სისასტიკით ხოცავდნენ. იმიტომ რომ ჩვენი ჯიშის და ჩვენი რწმენის ადამიანებიო საქართველოს მხარეზე რატო იბრძოდითო და რატო იბრძოდით ჩვენ წინააღმდეგ.
მე არ ვამბობ იმას, მაგრამ 99.9% საქართველოს არსებობა ეს არის ქართველი ერის ბრძოლა, შრომა და სისხლის დაღვრა სარწმუნოებისთვის, ისტორიისთვის და შთამომავლობისთვის. ამიტომ ქვია ამ ქვეყანას საქართველო. ეს ერთი. ეხლა რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელიც ესე ძალიან მწვავედ დგას. საქართველოში ვაჟბატონს მიმართა მუჰამედ ალის თქოს შემდეგ, რა ვიცი რა ჯეკო თუ რა როგორ ქვია, რა ვერ დავიმახსოვრე უკაცრავად მომისმინე შემოკარგო, როდესაც იძახი რომ მე საქართველო მიყვარს, მე ქართველიერი მიყვარს, საქართველოში თუ რა მეხდება ეს მე მიყვარს და ეს ყველაფერი ჩემია და პატრიარქით ჩემია და ყველაფერი ჩემია. როდესაც ამას იძახი, შენ გინდა სამირა ბაირამოა, გინდა სხვა ისა რა ქვია თქვენი წარმოშობის ადამიანები, რომლებიც ძალიან გააქტიურდით ამ საკითხთან დაკავშირებით. მე რა მინდა გითხრათ, იცი, თქვენ ვაჟბატონებო. თუ თქვენ საქართველო გიყვართ და თუ თქვენ ქართველიერი გიყვართ, რატო ვერ ხედავთ იმას რა უბედურებაც ხდება საქართველოში? საქართველოში თუ ვინმე ნადგურდება, თუ ვინმე იჩაგრება და თუ ვინმე გარბის, სტატისტიკას ჩახედეთ. 33%-ით ქართული ეთნოსი მცირდება. ქართული ეთნოსი მცირდება. დიახ, ქართული ეთნოსი. და არა სხვა ეთნოსი, ყველა ეთნოსი მრავლდება. საქართველოშვილი ღმერთმა ყველა ამრავლოს ჩვენ ქვეყანაში, ყველა ვინცა საქართველოში მოქალაქე, დაბადებული, გაზრდილი, ამ ქვეყნის შვილი, ყველა. ღმერთმა ყველა ამრავლოს. მაგრამ თუ ვინმეს აქვს დემოგრაფიული დარტყმა და თუ ვინმეს გააჩნია დემოგრაფიული კოლაფსი და თუ საქართველოში ვინმე იჩაგრება, ეს არის ქართველი. აიღეთ სტატისტიკა, აიღე ვაჟბატონო შენ სტატისტიკა, სხვებმაც აიღეთ სტატისტიკა და ჩახედეთ და აღმოაჩენთ, რომ ერი, რომელიც ბოლო 35 წლის მანძილზე არის 36-37%-ით შემცირებული, ძირითადად არის შემცირებული ქართული ეთნოსის ხარჯზე. ქართული ეთნოსის ხარჯზეა და ეს არის 33% ქართული ეთნოსში. სხვა ერებს საქართველოში ვინ ცხოვრობენ მოწოდება არ ჭირდებათ. იმისთვის რომ ოჯახები შექმნან, გამრავლდნენ, აი ქართულ ეთნოსს ნამდვილად ჭირდება. ნამდვილად ჭირდება. მაგრამ მოწოდება კი არ ჭირდება ამას, მარტო და გამოცხადება კი არ ჭირდება ამას. ამას ჭირდება ხელში ამოღებული ხმალი, ისე როგორც ჰქონდა თავის დროზე ამოღებული მარაბდის ბრძოლაში ქართულ სასულიერო პირებს წინ გაძღოლა და მრევლის გაყოლება და ხალხის ქართველი ერის და საქართველოს მოსახლეობის გაყოლება იმისთვის, რომ ქართველი ერი გადარჩეს და საქართველო როგორც სახელმწიფო გადარჩეს. და აბორტებს ქადაგებით კი არ უნდა შემცირება, ქადაგებით არ შემცირდება აბორტები. ყველამ ვიცით, რომ აბორტები არის ეს ცოდვა, მომაკოდინებელი ცოდვა, ღმერთისა და ყველას წინაშე, დაუბადებელი ბავშვის წინაშე და რომ ეს არის უბედურება. ეს არის უბედურება, არ ჭირდება, ამას ჭირდება საკანონმდებლო ინიციატივა, საკუთარ მრევლში მინიმუმ 25,000 ადამიანის ხელმოწერა, შეტანა პარლამენტში, იქ შეკრება და მოთხოვნა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა კანონი აბორტის აკრძალვის შესახებ. ამ ყველაფერს ჭირდება დიახ საქართველოში ახალშექმნილ ოჯახებს, მრავალშვილიან ოჯახებს, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომელშიც უკვე ხელის ცეცებით მამალი რო არ ყივის და გადახედეთ რაჭაში, გადახედეთ სვანეთში, გადახედეთ სხვადასხვა რეგიონებში, თუშეთში, ფშავში, ხევსურეთში, სადაც უშუალოდ აბორიგენი ქართული მოსახლეობაა, სადაც საერთოდ რო არავინ არ დარჩა. აი იქ ჭირდება განსაკუთრებით ხელშეწყობა. იმიტომ რომ გადარჩეს ქვეყანა. ეს მარტო ერის დემოგრაფიული ბალანსისთვის არა, ჩრდილოეთის საზღვრის გამაგრებისთვისაც საჭირო, იმიტომ რომ ადგილობრივი მოსახლე ბუნებრივი მცველია. ეს იმ კატეგორია ადამიანებს, ვისაც გულზე მოხვდათ, რომ როგორ შეიძლება ხსენდეს ქართული ეთნოსის გადარჩენასთან დაკავშირებით პატრიარქმა, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ახსენოს. თქვენ ამის პრობლემა
არასდროს არ შეგიმჩნევიათ, არც დღეს ამჩნევთ, არასდროს არ გქონიათ ეგ პრობლემა. და ამაზე თქვენ ხმა არ მოგიღიათ. რომ საქართველოში აზერბაიჯანელიც, სომეხიც, ისიც რა ქვია, ქისტიც ღმერთმა გამრავლოთ. ნებისმიერი ტომის ადამიანი მრავლდება, მაგრამ ქართული ეთნოსი ნადგურდება. ამის პრობლემა არ გქონიათ. და ეხლა რომელიც უბრალოდ სიტყვაზე ითქვა, რომ ქართული ეთნოსი არ გადაშენდეს, თურმე თქვენ გახდით მეორე ხარისხოვანი მოქალაქე. იქ გაყვა მე 1000 ისტერიკა, საქართველოში თუ არ ახარ მართლმადიდებელი, გვარის თუ არ შეიცვალე, ქართველად ვერ მიგიღებენ, არ მიგიღებენ და ესე ავადმყოფობა, რომელიც ზოგადად არის დამკვიდრებული და მე მინდა გითხრათ ესეთი რაღაცა, ჩემო კარგებო, მე პირადად, როგორც ქართველს და ვთვლი, რომ ჩემი ქვეყანა მიყვარს და ჩემი ქვეყნის შვილი ვარ და ნებისმიერ წამს შევეწილები თუ ეს ჩემ ქვეყანას დაჭირდება. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ და გაგიმეორ, აბსოლუტურად ყველა ჯიშის, ყველა რჯულის ადამიანი მიყვარს და იმაზე მეტად ვიდრე ქართველი, რომელსაც ქართული საქართველო უყვარს. არ აქვს მნიშვნელობა, სომეხი იქნება, აზერბაიჯანელი იქნება, ქისტი იქნება, არ აქვს, სპარსი იქნება, თურქი იქნება, თუ მას ქართული საქართველო ეყვარება. ხაჭაპური და ხინკალი კი არა საქართველოში. ქართული საქართველო. და თუ იმას გული დაწყდება იმაზე, რომ საქართველოში ქართული ეთნოსი ნადგურდება. მაგრამ აი თქვენ რა პატრიოტებიც ხართ? ნუ არ ვიცი, შეიძლება ზოგ-ზოგიერთმა მართლა სიბრიყვით ამ რაღაცა პროპაგანდიდან გამომდინარე მართლა ატეხეთ ეს ყველაფერი, მაგრამ აი ძირითადმა მასამ დარწმუნებული ვარ, რომ საერთოდ არაფერს შუაში არ იყო აქ ესა რა ქვია პროპაგანდა ბუნებრივად, რომლებსაც გაქვთ თქვენი დავალებები, ვისაც ეხება. აი მაგალითად სამირა ბაირამოვას. პირადად აქ დავალებები, ზუსტად ის დავალებები, რაც აქ ლიბერასტულ ფიდარასტულ ამ ჩათლახურ კლანს. რაც აქ საქართველოში დავალება. რაც აქ ჩერგოლეიშვილს ის აქ დავალება იმასაც. და მით უმეტეს, როდესაც არაქართველი არის, უფრო ყვირის, რომ თურმე ის იჩაგრება. რომ თურმე ის დაჩაგრულია. თურმე ის მეორე ხარისხოვანია. ამათ მას საჭირო მომენტი ნახეს და ატეხეს კივი. ახლა მე მინდა კონკრეტულად გამოვარჩიო ერთი მომენტი. აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენელი დღეს ეროვნებაზე ლაპარაკი საქართველოში სირცხვილია. აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენელი აზერბაიჯანული დიასპორის ასევე კიდე ერთი წარმომადგენელი და ესენი რატო ვამბობ ახლა ამას? ესენი ყოფილან რატო მიიღეს მის თავზე? საქართველოში სხვა ეთნოსი არ არის? არ არის სხვა ეთნოსი? რატო არ მიიღო სომეხმა? რატომ არ მიიღო ქისტმა? რატომ არ მიიღო ბაცფიცმა? რატომ არ მიიღო თუნდაც იგივე მუსულმანმა, თუნდაც ქართველობამ? სხვა რჯულმა რატო არ მიიღო? რატო არ მიიღეს ოსებმა? რატო არ მიიღეს აისორებმა? რატომ ამას თქვენ მიიღეთ? ვინმე სადმე ახსენა აზერბაიჯანი, ვინმე სადმე ახსენა აზერბაიჯანლები და ასე შემდეგ. დიახ, ახსენა ის პრობლემა, რომელი პრობლემაც დგას საქართველოში ძირითადად ჩამოდიან აზიიდან არაბები, ირანელები, სხვადასხვა რჯულის ადამიანები, ინდუსები, პაკისტანელები, ძირითადად მუსლიმი თემის წარმომადგენლები და სახლდებიან დაცლილ საქართველოში და მუსლიმური რელიგია თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე სწრაფად მრავლდება. ჩამოსული ადამიანი სახლდება და მრავლდება. აბორიგენი ქართველისგან კი იცლება ქვეყანა. და თქვენ რა შუაში ხართ საერთოდ? თქვენ რა შუაში ხართ? მეორე ხარისხოვნად, მესამე ხარისხოვნად რატო იგრძენით თავი? ერთიანად მოგივიდათ ყველას ინსტრუქციები? ერთიანად მოგივიდათ ყველას დავალების შესრულ დაწყებული იქ სალომია ზურაბიშვილიდან დამთავრებული ამათი. ერთიანად მოგივიდათ და ერთიანად იკივლეთ. და განსაკუთრებით აზერბაიჯანული წარმოშობის გვარის მატარებელი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში სამირა ბაირამოვის წყალობით არის ძალიან ბევრი. სოკოები ვითაა მოსული.
რომელიც ასევე თურქულ-აზერბაიჯანული ორგანიზაციებია, რომლებსაც სხვათა შორის საქართველოს ეზიზღებათ, აზერბაიჯანიც ეზიზღებათ. ესენი არიან ჩვეულებრივი ურჯულო, უღმერთო კოსმოპოლიტი ლიბერასტები. ამათ არც რატო ვთქვი მე თავში, არ შეიძლება ადამიანი, არ შეიძლება, შეუძლებელი არის. მე ღრმად მორწმუნე მუსულმანი ვარ. ღრმად მორწმუნე მუსულმანი ევროკავშირის ღირებულებებს როგორ იზიარებ? როგორ იზიარებ? ან ღრმად მორწმუნე ქრისტიანი როგორ შეიძლება იზიარებდეს ევროკავშირის ღირებულებებს, რომელშიც არც ქრისტესთვის არის ადგილი და არც მუჰამედისთვის. როგორ შეიძლება? ეს არის ჩვეულებრივი ათეისტური სახელმწიფო, ჩვეულებრივი ესეთი სახელმწიფო, რომელიც სეკულარული, რათაც მიღებული არის სახელმწიფო გაერთიანება, რომელშიც ღმერთისთვის ადგილი არ არის დარჩენილი. ესა უღმერთო ურჯულო. გამორიცხულია, შენ თუ მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ, ვერანაირად შენ ვერ იქნები თანხმედრაში ამ სახელმწიფო გაერთიანების იდეოლოგიასთან. იმიტომ ის ერთნაირად ანადგირებს ქრისტიანობასაც და მუსულმანობასაც და ნებისმიერ რელიგიას. როდესაც ლისაბონის ხელშეკრულებაზე იყო საუბარი, რომ ჩაწერილიყო რომის პაპის თხოვნა იყო, რომ ჩაწერილიყო ევროკავშირის კონსტიტუციაში ქრისტიანობა როგორც ევროპის ერთ-ერთ ძირითად რელიგიად, მაშინ და სარწმუნოებად მაშინ ცივილკივილი ატეხეს ზუსტად იმ მოტივით, რომ თურმე ეს დაჩაგრავდა იმ ადამიანების უფლებებს, ვინც არაქრისტიანები ცხოვრობდნენ ევროკავშირში და ამის ჩაწერა არ შეიძლებოდა და ქრისტიანობა ჩაწერეს როგორც კულტურული გადმონაშთი ევროკავშირში. ეს ისე ცნობისთვის ღრმად უკნიდან განათლებულები. ხო და არ შეიძლება თუ კი ადამიანი სიღრმისეულად იცნობ შენ სარწმუნოებას, თუ კი კარგად იცი რა იდეოლოგიურ გაერთიანებაში გინდა გაერთიანდეს ქვეყანა, არ შეიძლება ერთმანეთში თანხმედრა იყოს. როგორც საბჭოთა კავშირი იყო ათეისტური ქვეყანა. ისეთივე არის ისიც. ეს ასე. ეხლა რაც შეეხება მეორე ამბავს. თურმე აზერბაიჯანელები საქართველოში იგრძენით თავი, მათ რა ქვია, თქვენ ძირითადად. იგრძენით თავი მეორე ხარისხოვნად? იმიტომ რომ თურმე შიო მახსენა რომ ქართველიერი უნდა გამრავლდეს საქართველოში. ქართველიერის გამრავლება თქვენ რა პრობლემას გიხდით, მე ამას ვერ ხვდები, მეორე ხარისხოვნად რატო ხვდებით, მაგრამ მოდი კაი გავანებოთ ამას თავი. და რო გკითხოთ ხალხმა, თქვენ ხართ საქართველოს პატრიოტები და თქვენ ქართველები გიყვართ. ნუ კარგი, საქართველოში რო ქართული ეთნოსი ნადგურდება და თქვენ ხმას არ იღებდით და არ იღებთ, არც ამოიღებთ, არც არავინ გავალდებულებთ რომ მოიღოთ, ხმა არც უნდა მოიღოთ. ჭეშმარიტი პატრიოტები არ ახართ და იმდო. ჭეშმარიტი პატრიოტები რო იყოთ, როგორც აზერბაიჯანული თემის სიმრავლე გენდობება და ესე ქართველი სიმრავლის გენდობება, ხმას მაინც ამოიღებდით ამაზე და როგორც აზერბაიჯანელისთვის გენდობება და წამალი, ესე ქართველისთვის გენდობება. ამაზე არ ახლა ლაპარაკი. ახლა მე თქვენ გეკითხებით ერთ ელემენტარულ რაღაცას. თქვენ როდესმე ამოგიღიათ ხმა ქართველები, რომლებიც საინგილოში ცხოვრობენ და ბედის უკუღმართობით დღეს აზერბაიჯანის შემადგენლობაში არის. ქართველები, როდესმე ამაზე გიფიქრიათ, რომლებსაც ქართული გვარის ტარების უფლება არ აქვთ. ქართულ გვარს ვერ ატარებ. აზერბაიჯანში ინგილო ქართველი ვერ ატარებს ქართულ გვარს. არ შეიძლება, უნდა იყოს რაღაცა ის, ან ოღლიანის, ანის, როგორცაა წესი. არ შეიძლება ქართული გვარი. თქვენ ვინმე გიკრძალავთ საქართველოში აზერბაიჯანული გვარის ტარებას? გადით ჩადით კახში, ბელაქანში, მოიარეთ ჰერეთი, ისტორიული საქართველო. ნახეთ ერთი ქრისტიანულ ტაძრებს როგორ ექცევიან იქ. ამოგიღიათ ხმა? ერთხელ ამოგიღიათ ხმა? რაც აზერბაიჯანს 6 წელიწადია ჩაკეტილი აქვს საზღვარი და ისედაც მოკვეთილი ჰერეთი დედა სამშობლოდან საზღვრით არის გადაკეტილი და ორი ფეხის ნაბიჯზე ნათესავის გასვენებაში გადმოსვლა არ შეუძლიათ, ქორწილში გადმოსვლა არ შეუძლიათ. ელემენტარული სულ 9900 ქართველი არის. ეს როგორც ნახე აღწერაში ასე არის საინგილოში. როდესმე შეუწუხები ხართ ამას, რომელსაც ნათესაობა ყველა საქართველოში ყავს და ვერ გადმოდიან? გეკითხებით.
არა ხო? მე არ მახსოვს. ნუ ახლა არა თუ თქვენ ხარც ქართველობა შეუწუხებია თავის სიმართლე უნდა იყოს, კაცო კი არა. ალიევის უკანალში არის შემძრვალი, მთელი ნაცკოცობა და ყველას მაგის ფასი არავინ არ აყავს და იქ ქართველი კახში, ინგილოში, ქათმისხევი, ალიბეგო, იგივე რა დღეში არიან ქართველები ვინმეს ამოუყია ხმა? არ ამოუყია. ახლა გეკითხებით კიდე ერთ კითხვას გისვამთ. როდესაც დავით გარეჯთან დაკავშირებით ეს ამბავი იყო ატეხილი. ერთეული აზერბაიჯანელების გარდა საქართველოს შვილები, პატრიოტები, ჩემიაო რო იძახი ამ ქვეყანას. გამოსულხართ რომელიმე ხმა მოგიღიათ. ჩემი სამშობლოა საქართველო და ჩემი სამშობლოს ნაწილი არის დავით გარეჯი. დაგიმტკიცებიათ? არა. ხო და რაშია ჩემო კარგებო საქმე იცი? მეორე ხარისხოვნად და ზედმეტად აზერბაიჯანში გრძნობს ქართველი თავს. სარწმუნოებრივი კუთხითაც, ეროვნული კუთხითაც და ყველაფრით. მაგრამ თქვენ საქართველოში, ვითომ საქართველოს პატრიოტებად რომ მოგაქვთ თავი აზერბაიჯანელებს, ერთხელ არ მიგიმართავთ თუნდაც ღია წერილით, რომ მოერთეცით ჰერეთში ქართველებს ისე, როგორც საქართველოში გვექცევიან ქართველები აზერბაიჯანელებს. არა, თქვენი პირიდან მსგავსი რაღაც არასდროს არ ამოსულა. ხო და ეს ფენომენი საქართველოში 70% ცხოვრობდა ადრე ქართველი, ქართველი. დანარჩენი 30% სხვა. ეხლა ვინვინაა და როგორაა და რანაირადაა კაცი შვილმა არ იცის, იმიტომ რომ ერი ნადგურდება, მოსახლეობა იმატებს. თქვენ რო გკითხოთ ხალხმა, უნდა თქვას, რომ ხალხმა იმრავლოსო საქართველოშიო. და ქართულ ეთნოსზე ლაპარაკი არ შეიძლება, სიბნელია ეს და ღრუზინობა ეტყობა. მართლმადიდებელმა საქართველოს პატრიარქმა რაც თქვა, თურმე ამის უფლება არ აქვს, იმიტომ რომ თქვენ დაჩაგრულები ხართ თურმე. ეს არის სამარცხვინო. ეს არის სირცხვილი. თქვენ არ გიყვართ, არც საქართველო გიყვართ. პირდაპირ გეუბნებით. არც ჩვენ გიყვართ საქართველო. აი სამირა ბაირამოვაზე ზედმეტია ლაპარაკი. ვინც ახლა ეს ცივილკივილი ატეხეთ. არც ეს თქვენ ქვეყანა არ გიყვართ. არც ერთ თქვენ ზრდილობა, სინდისი, ნამუსი არ გაგაჩნიათ, რომ თავი შეიკავოთ ელემენტარული პროვოკაციებს არ აყვეთ და გუშინ წინაგერ არჩეული პატრიარქის მიმართ. მე როგორი დამოკიდებულება მაქვს და რა, მე ქრისტიანი ადამიანი ვარ, ჩემი სჯულის კანონი გამაჩნია და ჩემი შეხედულებები გამაჩნია და მე მაქვს უფლება ვილაპარაკო ჩემი სარწმუნოების შიგნით, ჩემთვის მისაღებია თუ არ არის მისაღები. თქვენ ვინა ხართ? როდესმე გამოსულა მინიცია მე თავისთვის უფლება, რომ იმაში რა ქვია, ჩაურეულიყავი, ღმერთმა გაუმარჯოს, ძალიან დიდ პატივს ჰაჯი რამი მიჯიდოს. ან მისი კრიტიკის მიმართებაში, ან სხვა შეიხების მიმართებაში, ვინმეს ამოუყია ხმა? არ ამოუყია. არც აქ უფლება მოიღოს. რას მოუწოდებს და რას უქადაგებს? თუ ის რა თქმა უნდა, ერის და ქვეყნის უბედურებას არ ქადაგებს. მაგრამ ჰაჯი რამი მიჯიდოვის ნაირი ნეტა მართლა ბევრი ქართველი არათუ საერო სასულიერო პირი იყოს. იმას რომ მართლა საქართველო უყვარს და ის რომ მართლა მორწმუნე და ღვთისმოშიშია და ის რომ ღირსეული ადამიანია, აი იმას დაემგვანით. სამირა ბაირამოვას კი არ დაემგვანოთ, ჰაჯი რამი მიჯიდოვის დაემგვანით. და სირცხვილია ეს, რასაც თქვენ აკეთებთ და უსინდისობა ეს ყველაფერი. მაგრამ რა გინდათ? ეს ყველაფერი არის ქართული ოცნების დამსახურება, ეს არის ბიძინა ივანაშვილის დამსახურება, რომელმა ბიძინა ივანაშვილმაც ქართველ ერს გენოციდი მოუწყო, ჯერ ნაციონალების ხელით, მერე თავისივე ხელით, მანამდე შევარდნაძის ხელით. ძალიან კარგად ეს ვინც არ იცის, ეს მისი პრობლემა არის. მოუწყეს ქართველ ერს გენოციდი, უკართველო საქართველო მოინდომეს და საქართველოში ქართველის გარდა არასდროს არავინ არ იყო ისედაც დაჩაგრული და განსაკუთრებით ამ პერიოდში, ამ ლიბერალიზმის ეპოქაში, საერთოდ
ეთნიკურობა რასახსენებელი არის და მოუყვანეს ყველა გადაგვარებული, ყველა გადარჯულებული ქართული გვარის თუ არაქართული გვარის მატარებელი დაასვეს თავზე, ან იდეურად რომ ქართველი ეზიზღებოდა და მიიყვანეს სამშობლო აი ამ დონემდე. მაგრამ ამას ჯერ ქართველიერი ვერ ხვდება. ვერ ხვდება ამას. ისე აქ ბანგი შეყრილი და ისე აქ ტვინი გამორეცხილი და ისე აქ ტვინი არეული. საკუთარ სამშობლოში პატრიარქსაც რო ვერ უთქვია სიტყვა ქართველებო გამრავლდიდო, ამას ჯერ ქართველი ვერ ხვდება. ვერ ხვდება. ისე არის გამოსწირებული. ვერ ხვდება, ამის ტვინი არ გააჩნია. ამიტომ ჯერ კიდე მისასვლელია რაღაც წერტილამდე. რაღაც წერტილამდე მისასვლელია. ამან უნდა მივიდეს და იფეთქოს მერე. და ერთიანად საქართველოს მოღალატეებს ნაცკოცების თამადობით, რასაც უკეთებდა აღმაშენებელი, სარი უნდა გათხაროს ტრაქში. და პირში უნდა ჩაასხა დადუღებული ყავა. ყავა კი არა ესა. ტყვია. და თვალები უნდა დათხაროს მერე სოლომონ პირველივით და გაუშვეს როგორც საქართველოს მოღალატე მტრები. ამის უფლებაც არ მაქვს ახლა რომ ვამბობ მე, იმიტომ ახალი კანონი შემოაქვთ კიდე, რომ თურმე ამის თქმა არ შეიძლება. ხო. და აი მაშინ ეშველება საქართველოს. მე ხომ მიჭერდით იმის გამო, რომ დავით გარეჯი საქართველოა. დიდგორობის გამო ხო დამიჭირეთ. ახლა პატრიარქსაც არ ქონია უფლება საქართველოში ქართველები გამრავლდით. ეი თქვენ პატრონს თქვენსას. ეი თქვენ პატრონს თქვენსას ბიჭო. როაი თქვენ პატრონს თქვენსას. ვინც ამათ ტაშს უკრავთ. და ვინც თქვენ ეს გონიათ გადამრჩენილი. თქვა შიო. რა პასუხი მოყვა? პრეზიდენტი იქ იყო, პრემიერ-მინისტრი იქ იყო, პარლამენტის თავმჯდომარე იქ იყო, ბიძინეს, რა თქმა უნდა, იქ თუ არ იყო ისრონა, ბიძინიჩი ხო იყო იქ. გამოვიდა კაცმა და თქვა, აბორტები ეს დანაშაულია და არ შეიძლება და ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა დაფიქსირდეს. მერტი ვის უნდა უთხრას? და ამათ წამთ, აქამდე ილიასი წამდათ. და ახლა შიოსი წამთ. ამათ წამთ. მაგრამ რაღაცა ძალა უცებ, როგორც კი მოვიდენ იქ ლოცვიდან და ქადაგებიდან და ნაკურთხი პირიქით წესიდარიგით ზიარება აღსარება ნათქვამი და დალოცვიდან მოსულები პარლამენტში რო შემოვიდნენ, არა კაცო, ეს ჩვენი საქმე არა. ეს ჩვენი საქმე არა. ჩვენი საქმე არ არის ეს აბორტი ქალის უფლება ყოფილა. ქალის უფლება ყოფილა. და შესაბამისად. შესაბამისად. ეს არის ამათი რეალური სინამდვილეში ქოცების რეალური სახე ეს არის. ამათ ქართველობა, საქართველოს მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა ჭირდებათ იმისთვის, რომ ამორჩეველი ყავდეთ. თუ რა ის არის მათი სახე? ამიტომ მოიკლეს თავი ამის არჩევაზე. თქვენ გონიათ სხვა რამე მიზანი ქონდათ? არ იცოდნენ? ყველანაირად მიუღებელი საქართველოსთვის და ქართველი ქალობისთვის და ქრისტიანობისთვის და მართლმადიდებლობისთვის, აი ქართველი ქალის ანტიპოდი თუ შეიძლება ყოფილიყო, ეს შეიძლება ყოფილიყო სალომე ზურაბიშვილი. ქალი 1000-ზე გადანახტომს მოდი თავი დავანებოთ. საკუთარი შვილის ნათალიაზე რო გათხოვდა. ფაშისტების თავმომავალი. მანამდე უჯიშოების, უსისხლოების, იმათი ჟორდანიების, ჯიშის არაფერი ქრისტიანობასთან, წესიერებასთან, ზნეობასთან, პატიოსნებასთან და ამას გვიმტკიცებდნენ ქართველერს, რომ ეს იყო თურმე გადასარევი ადამიანი. და პურიჭამა რო არეოდათ პოლიტიკურ ინტერესებთან დაკავშირებით, ამის ფასი რა ყოლებოდათ არა. აი ამ მორალის არიან და იმიტომ. ამათ მორალთან, სალომე ზურაბიშვილის მორალთან არ ქონდათ პრობლემა. ამათ პრობლემა ქონდათ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ინტერესებთან, რომელიც მაგათ ინტერესებში არ მოვიდა. თორე მორალთან არ ქონდათ ამათ პრობლემა. ზნეობა, ქოც როგორ შეიძლება მორალი ქონდეს. ქოცი და მორალური ქოცი მე ჯერ არ შემხვედრია. არსებობს. ეს ერთმანეთთან შეუთავსებელი არის. და იძახის ქალი აგერ. მინდა აბორტს გავიკეთებ და მინდა კლიზმას გავიკეთებ. მართალი ხართ ქალბატონო. აბორტს ვეღარ გაიკეთებ, როგორც გითხარით თავში, უკვე იმას აგისახარ, ვერ გაქაჩავ მაგას, მაგრამ აი კლიზმა რაც შეიძლება გრძელი შეიძლება გაითხაროს იძეს იგანეს. შენ ტაშის დამკვრელმა, შენმა მომთრევმა, შენმა ჩამომთრევმა, შენზე მლოცველმა,
შენზე ტაშის მკვრელმა, ყველა იმან, ვინც იცოდა სალომე ზურაბიშვილი რეალობაში რას წარმოადგენდა და ძალიან კარგად იცოდა ბევრმა, რომ ეს ძუკნა ქალი იყო შვილის ნათლიაზე გათხოვილი, არანაირი ქართული ამაში არაფერი არ არსებობდა, არანაირი ეროვნული ეს წიოდა და კიოდა სხვათა შორის, ისა რა ქვია, როდესაც იყო საუბარი ეთნიკურ ნიშანთან დაკავშირებით, ქართველები, რომლებიც ეთნიკურად ქართველები არიან და საქართველოს მოქალაქეობა არ გააჩნიათ. მათზე გამარტივებული წესით საქართველოს მოქალაქეობის მიღება. რაც იყო საუბარი. რაც დღემდე დიდი პრობლემებია. უზარმაზარი პრობლემებია დღემდე. კიდე რუსეთში გაზრდილ ქართველობას. 21 საუკუნეშიო რა დროს ეროვნებაზე არის ლაპარაკი. ამიტომ კლიზმა გააქვთ გასათხრელი. ბიძინა ივანაშვილის თამადობით მის ტაშის მკვრელებს, მთელ საქოცეთს და მე მიყოლებულ ამ იმას. აი აქა ძაღლის თავებით ამარხული. იქ ვიღაცამ რაღაცა წამოროშა, იქ ვიღაცამ რაღაცა თქვა. აი ესენი მეორე ხარისხოვანი მოვლენებია ამ ყველაფერში. მეორე ხარისხოვანი მოვლენა. აი გადაწყვეტილებას ვინც იღებს ისაა პირველ ხარისხოვანი. ესენი იღებდნენ გადაწყვეტილებას. ერთი ეს ახლა შეომუჯირი ხო? აი ხა თქვენ ნახეთ თუ რამდენჯერ შეომუჯირს და საპატრიარქოს ესენი დაუპირისპირდნენ. ისე როგორც ილია მეორეს, ვითომ და ილია მეორესთვის თავს იკლავდნენ, ვითომ და ჩვენი პატრიარქი და შეინჭირება შენგენაცვალეს იძახდნენ. და საქმეზე რომ იდგებოდა ყოველთვის პატრიარქის ნათქვამის სიტყვის წინააღმდეგ მიდიოდნენ და დღეს ესე კოცი გამოდის პატრიარქი, ჩვენი ბრძენი პატრიარქი, ღმერთმა დაალოცოს. ასია, საუბედუროთ ასია. ებადონ ბროწეული სოყნები და აბიგლუკოზა. დიშელს მისი იდეების მანამდე რა ქვია მუდამ ერთგული ნოშრევან კუჭუხიძე. ეგრეა. და მე კიდე ერთხელ ვამბობ რა, აი კიდე კარგად დააგვირდით. რა იყოთ ხალხო? რატო არ წვენთ თქვენ აზერბაიჯანულ დიასპორას საქართველოში? რატო არ წვენთ? სხვა რომელი დიასპორის წარმომადგენელმა მოიღო ხმა? სხვა რომელმა იგრძნო თავი? არიან? მარტო თქვენ ახართ? და კიდე არ გინდა თქვენზე უნდა მიგეყოთ? თუ ვერ გაიგეთ, ძალიან კარგად გაიგეთ ყველაფერი. ხო და ისე ხართ თურმე ზოგიერთი შეურაცხყოფილები და ისე ხართ თურმე ზოგიერთი ძალადობის მსხვერპლები ხართ თურმე გახდილი. ფსიქოლოგი გჭირდებათ დასახმარებლად, მე ჩაიწერეთ ჩემთან ფსიქოლოგიურ კურსებზე და გიმკურნალებთ. სამირა ბაირამობასაც უმკურნალებ. სამირა ბაირამობასაც უმკურნალებ, შენს გიმკურნალებ, იმასაც გიმკურნალებ და მაშინ რა, იწიბე ავილეჩია, ტიმინე ავილეჩია და სხვებსაც უმკურნალებ და გამოხვალ და ადგებთ ნორმალურ აზროვნებას. ხო, ვიცი, ჩემო კარგებო, ვიცი, გეთანხმებით. ვიცი და ისიც ვიცი, რომ აი თურმე ხდებიან თურმე საპატრიარქოში უნდა შეხვდნენ თურმე იმას, რა ქვია, ამ გაჭირვებული ხალხის მშობლებს, როგორც იქნა მიიღეს გადაწყვეტილება. ხო, თურმე ამდენი წივილკივილი დაჭირდა, რომ უბრალოდ შეხვდნენ. მანამდე არ ეცალათ თურმე. ახლა მოიცალეს თურმე. ხა. ჰალელუია მიიღეს რა მე რომ მიიღეს. ამდენი ხანად არ მიიღეს. ხახო ვიზე მელაპარაკებით თქვენ. აი ნახეთ ჩემი ვიდეო დადებული ოჯახის სიწმინდეზე ეს. მე საერთოდ უკვე აი 4 წელია საქართველოში არ ყოფილა, რასაც ხედავ და რასაც მესმის, აქედან მისკდება გული და მაგ ადგილზე ალბათ ინფარქტი დამარტყავს. ადგილზე. ამ ხნის ადამიანები, ამ ხნის ქალები, ამ ხნის დედები
ბებიები, დეიდები, დედები ოჯახის სიწმინდის დღეზე გამოდიან და რას ლაპარაკობენ ამ ბავშვების და მშობლების მიმართებაში. რას დაემგონეთ ხალხო? რას დაემგონეთ? აინშტაინი ხო არა რომ გადარჩეს და ამდენი ფული დახარჯონო. შენ ამერიკა კი არა ვართ რომ დავაფინანსოთ. ტრაკის საქმევად 40 მილიონი ხო კაია. 70 მილიონი, 10 მილიონი ბავშვების სიცოცხლე არ ვთქვათ გიღიეთ. არა ხო? მეგეთქვით რა შეესაკ. ამათ რომ გამონაკლისი დაუშვენ ახლა ამ დაავადებაზე სამკურნალოდ. მე სხვა დაავადებული ბავშვები მოადგებიან თავისი მშობლებით. მე იმ სხვასაც უნდა გადაუხადონ. მე იმ სხვასაც უნდა გადაუხადონ. მე ასე უნდა მოხდეს, მე ისე უნდა მოხდეს და სისტემა ზუსტად ამაზე წინააღმდეგება სისტემისთვის 10, 20, 30, 40, 100, 1000 ბავშვის სიცოცხლე არაფერია. ყოველწლიურად ისედაც 800 ბავშვი იღუპება. ვის რა შეინტერესებს? ნეტა ესენიც ხო არ ვიცი ამათი ავანტყოფური აზროვნება. სადააქვთ ამის ფული ნეტა ესენიც დაიხოცებოდნენ და დაანებებენ თავს. თუ არა წათაგერუც ყოიცა წაიყვანეთ თქვენი შვილები. აი სახელმწიფო გვაქვს აშენებული. აი სახელმწიფო გვაქვს აშენებული. ამ ქვეყანას საქართველოს აღარ ქვია. არ შეიძლება ბავშვის სიცოცხლეს ფასი არ აქვს. პატრიარქს ის ვერ უთქვია რომ ქართველები რო გამრავდი. აი და ამის ამ მონსტრის შემქმნელს ლოცავთ დღე და ღამე. მით გააგზელეთ ლოცვა. ბევრს მივიღებთ. ამიტომ ერთ რაღაცას ვიტყვი რა. გინდა დებილად ჩათვალეთ ეს ხალხი, გინდა მოსყიდულებად, გინდა გაყიდულებად, არაფერი ეს უბედურებები რაც საქართველოში ხდება, ტოტალურად მასიურად აი ქართველი ხალხის დიდი ნაწილის თანხმობის გარეშე არ მომხდარა. კი გასაგებია რომ ბევრი ცხვარია და უნდა გარეკო, მაგრამ აზროვნება უნდა გქონდეს იმასაც. არ შეიძლება თათასი დებილად მოქონდეს თავი. ჩვენ 75 წლის მანძილზე ცოლებული ზვიად გამსახურდია და ეროვნული ხელისუფლება მოვიშორეთ, თუ მოგვაშორეს და მოვკალით კაცი მარტო ადამიანი რომელიც ამბობდა დღეს რასაც ცოლებული ზვიად გამსახურდი ამბობდა რომ საქართველოს შემქმნელი არის ქართველიერიო და ქართველი ერის ინტერესები უნდა იყოს პირველ რიგში დაცული და მე ყველა დანარჩენისა ეს რო თქვა ხო ისა ხარ რა ქვია გებელსი ხარ ეგრევე და ევა ბრაუნი ხარ და ისა ხარ და ისა ხარ რა ქვია გერინგი ხარ და იგი ხარ რა ქვია ჰიმლერი ამის თქმა როგორ შეიძლება საქართველოში ქართველი უნდა დაიჩაგროს ქართველს უნდა გაძრეს სული ქართველს სისხლი უნდა ამოწოვონ ქართველების ხარჯზე უნდა იცხოვრონ მე აი ესეთმა ურჯულო ხელისუფლებამ და სხვა ნებისმიერმა მოტაშპანდურე ენჯეოშნიკებმა საქართველოში საქართველოში ხო და შენ შემოგევლე რას გეტყვი იცი ამ ლაივს რა აზრი აქვს რომ მეუბნები გეკითხები ერთი თუ აზრი არ აქვს რატო წერენ ეს ხალხი და რატო ამბობენ ღიათ ამას რასაც ამბობენ და რატო უკრავს 10,000-ობით გამოსირებული ქართველი ტაჟ და შენნაირი პატრიოტი ღმერთო ბევრი გვიმყოფე ქვეყანაში გეკითხე მეხალისება გონია მე ჩემთვის დიდი ხანია ეს ყველაფერი ვიცი ამ დებილებისთვის ვლაპარაკობთ ვინც არ იცის და იმას რო იძახიან რა ქვია ამნაირი პატრიოტიო და ამნაირიო 100%-იანად ასია ყველაფერი. მაგათთვის ვლაპარაკობ, რომ გაიგო, რომ მასი არ არის. ძალიან ცუდი საქციელია რასაც აკეთები. თუ არ ქსიამოვნებ ჩემო ძმაო, ჩემი ლაივები მიბრძანდი, თუ არა, მე მოგაშორებ, არც მაგის პრობლემა არა და დაგვაყენე ხალხი ვიც ვლაპარაკობთ ერთმანეთში და რაღაც აქსათქმელი მაინც დაგვიტოვე. გასაგებია, პატრიარქს არ აქვს უფლება რომ რაღაცა თქვას ქვეყანაში. არ ვარ საქართველოში და ინტერნეტში მეც დაგვაყენეთ ლაპარაკი რა. ეგ არის, აი ამის თქვა მინდოდა. და თუ ვინმე საერთოდ პრეტენზია გააჩნია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მე ვილაპარაკე, ხო? შეუძლია დაწეროს აგერ კომენტარებში ერთი რა ვთქვია რა სწორი და ასე რა არ არის. როგორაა სხვანაირად. მაგერა გიაწერს. მე მყავს თანამშრომელი, რომელიც არის დაავადებული აზერბაიჯანში, ბოლო 20 წელიწადია ქუთაისში ცხოვრობს და საკმაოდ აღშფოთებულია საქართველოში დაავადებული ზოგიერთი აზერბაიჯანის განცხადებით. აზერბაიჯანელი სამგვარი პოზიციის ისეთი შემთხვევა არ აკეთებენ ამგვარ პროვოკაციულ განცხადებებს. ჩვენი ქართველების ბრალია. დიახ, ჩვენი ბრალია ყველაფერი.
დიახ, ჩვენი ბრალია, გეთანხმები გია. ჩვენი ბრალია. ჩვენი ბრალია. ჩვენი ბრალია. დავით გარეჯი გადაცემულია, ხმას არავინ იღებს. აზერბაიჯანთან ემას მოვაწერეთ ხელი, იმას მოვაწერეთ ხელი, ეს ვქენით, ის ვქენით, ასე ვქენით, ენჭირიმე შენ გენაცვალე და ყველაფერი მიყიდა ერმა და ბერმა იმას რა ქვია, აზერბაიჯანის სულთანს და ტრაქში უძრებიან ერთი მეორის მეყოლებით. და ლაპარაკიც კი ასე, ამას ვერ ვიტყვი, ამას პასუხს ვერ გავცემ. კი, ჩვენ ვილაპარაკეთ, ეს ჩვენი საქმეა, გარეჯზე მიდია. შენი საქმე რა, შენი ცოლის საქმეს ეკითხები, თუ შენი სიმამრის საქმეს ეკითხები. თუ შენი სიდედრის საქმეს ეკითხები. გარეჯთან დაკავშირებით. ეს ჩვენი საქმეა. ხო, მისამ გადასცა, სხვას არ გადაუცია. და ნუ აბრალებთ ქოცობას. არჩევნები მოიგეს გარეჯი საქართველოს. დაგავიწყდა? თქმაც არ შეუძლიათ. აი, ყველაფერ უარყოფით, აბსოლუტურად ყველაფერ უარყოფით აერთიანებს სიტყვა ქოცი. სიტყვა ქოც ადამიანს თუ გინდა. აი, ჩემს რა ვიცი ახლა ახალგაზრდობაში და ჩემ პერიოდის საქართველოში ფიდარასტი და ბოზი იყო ყველაზე მეტი შეურაცხმყოფელი სიტყვა ადამიანს. ამაზე მეტი შეურაცხყოფას ვერ მიაყენებდი. ზღვარი გინება ამასთან აფილი არის. პიროვნულ ჩესს ეხებოდი და ღირსებას და მორჩა ახლა იმას რომ ეთყოდი ბოზი ხარ და ფიდარასტი ხარ. დღევანდელ საქართველოში ასევე ორი სიტყვა არსებობს. ამის ალტერნატივა. რომელსაც ქვია ნაცი და რომელსაც ქვია ქოცი. როდესაც ქოცი ხარ და როდესაც ნაცი ხარ, აირჩიეთ ახლა ბოზი გირჩევნია იყო თუ პიდარასტი, ეგ თქვენი გადასაწყვეტია. ჩემი შეფასებით და ჩემი შეხედულებებით ასე. ამიტომ ეს უნდა დამკვიდრდეს. ისე როგორც ბევრი ტერმინი დამკვიდრდა საქართველოში. თუნდაც იგივე სიტყვა ფიდარასტი, რომელიც ბერძნული სიტყვა არის და დამკვიდრდა საქართველოში და რა მარტო საქართველოში. აი ეს უნდა დამკვიდრდეს ეს სიტყვა, რომ ქოცი ხარ, ჩათვალე ეს ახლა მორჩა იცი ვინცაა. დამთავრდა. უთავმოყვარეო, უღირსი, საკუთარი სკამი, საკუთარი კუჭის გამო ყველაფერზე წამსვლელი, უპრინციპო, ყველაფერზე ხელის მომწერი. ისე როგორც სიტყვა ფარსი დამკვიდრდა თავის დროს. რატორისთვის ეს თარგეტება. კარგი შემოგარგება. დავამთავრე მე ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი და აი რა შეგეხება თქვენ კიდე იმაში რა ქვია საპატრიარქოში თუ გინდა მართლა იყო პატრიარქი და თუ მართლა გინდა ძლიერი იყო, ბევრი რამე გაქვს წინ სასწაული. და გვერდით დაიყენე მეუფე ისაია და გვერდით დაიყენე იობი. ბევრ რაღაცას ისწავლა და არის კიდე რამოდენიმე წესიერი სასულიერო პირი, რომლებიდანაც ისწავლი. და რაღაცაში გამოადგები ქვეყანას. მაგ ცოდნით, მაგ დამოკიდებული, შენ ჭირიმე, შენ გენაცვალე, სკარაბლიანა ბალო, პატრიარქი რო გახდი, ბევრ რაღაცასთან მოგიწევ შეჯახება. რაც არ უნდა გაქონ, არისტოკრატი ხარ, ინტელიგენტი ხარ, მაგარი მორწმუნე ხარ, არაფერთან არ გაქვს შენ კავშირი. და პირველ რიგში მოიშორე ჯაღმაიცე. და სხვა ქვეწარმავლები იქ სიონისტებით რო ავსებული ეს საპატრიარქო. გაკეთე. ყველას თავისი აზრია ქოცი იყოს, მაგრამ როგორ შეიძლება ქოცი იყო და კაი გამეცი პასუხი, როგორ შეიძლება ქოცი იყო და კაი გააკეთო. ქოცი რას ნიშნავს? აი ელემენტარულ საგიხსნე რას ნიშნავს ქოცი. როდესაც ბიზინა ივანიშვილს 2012 წელს მოეთრია. ქონდა გეგმა სამართლიანობის აღდგენა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს 1000 უსამართლობის აღმოფხვრა, ყველაფერი. კოჰაბიტაცია გამოაცხადა, ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა. რუსეთთან არანაირი დიალოგი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არაფერი, ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა. მიდგება საქმეზე LGBT კანონებს ღებულობენ და ასე შობიან და ქვეყანას აქცევენ და პატრიარქის სიტყვას ეწინააღმდეგენ, ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა. მიდგება ნარკომანია, დაბოლება, უბედურება, გირჩები, შმირჩები ქვეყანაში აყვავება, ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა. მოიყვანა
ერთი გუნდი არ ვარგა, მოღალატეებით იყო სავსე, ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა, კოალიციაშიო ჩვენ არ ვეყავითო. მოიყვანა პრეზიდენტი მარგველაშვილი, მოღალატე არისო, ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა. მოიყვანა გახარია, შენ ჭირიმე, შენ განაცვალე, ამის ფასი არავინ არაო, მერე მოღალატე აღმოჩნდა, ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა. მოიყვანა კვირიკაშვილი, ამის ფასი არავინ არაო, მერე იმასთან გაუფუჭდა ურთიერთობა, ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა. მოიყვანა სალომია ზურაბიშვილი, ის თურმე აგენტი ეს აღმოჩნდა, თურმე ცუდი აღმოჩნდა, მაინც ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა. მოიყვანა ღარიბაშვილი შვილობილი, მოღალატე აღმოჩნდა, თურმე ისიც ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა. ლილუაშვილი უშიშროების უფროსი, ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა. თავდაცვის მინისტრი, ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა. ეგერ აჭარის თვალი, ნათება მოღალატე აღმოჩნდაო, იგიცო? რიჟვაძე, ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა. ასეთი ადამიანიდან კარგის გაკეთება როგორ შეიძლება? გამეცი პასუხი. პორნო ვარსკვლავივით რომ ყველაფერზე ეთანხმება ბიძინა ივანიშვილს და ყველაფერზე ეთანხმება კოცობას და ყველაფერზე აპრავებს. როგორ შეიძლება ასეთმა? როგორ შეიძლება ასეთმა კაი გაუკეთოს ქვეყანას? წამალი ჭირდება ბავშვებს. რა აქვს სახელმწიფო საშუალება? ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა. ამერ ადამიანზე მეუბნები რომ კაი გააკეთოსო, ვერ გააკეთებს ესეთი კარგს. ვერ გააკეთებს. გამორიცხულია ყველაფერი. გამოიგდეთ ესაზრები თავიდან. ის სხვა დრო იყო. კომუნისტებში გინდა არ გინდა ერთი პარტია რო იყო და შეიძლება ადამიანი კომუნისტურ პარტიაში ყოფილიყო, მაგრამ ყოფილიყო ჯიგარი, პატრიოტი, თავდადებული. კი ბატონო, ფარცხალაძე და ყველას რა ჩამომათლებიებს. ხო? და იძულებული იყო, რომ იმ პარტიაში ყოფილიყო, მაგრამ პატრიოტი ყოფილიყო და მისი ქვეყნისთვის ეკეთებია რაღაცა და კომუნისტური პარტიის წევრი არისო, მაგრამ ქართველი კაცია ღმერთმა გაუმარჯოსო. ადახე ესეთი იყო მაგალითად რამდენი ვაშკაცი ხალხი მინდა ჩამოთვალო, მაგნაირი ფილმიცაა მაგაზე გადაღებული რაიკომის მდივანი. როგორი პატრიოტი და როგორი ეროვნულია. მის ფეხის ნაბანი არაა დღევანდელი ხალხი. ასეთებს კი შეეცვლოთ. დღეს ეს შეუძლებელია. მაშინ უნდა და არ უნდა და იქ უნდა ყოფილიყო. დღეს თავიდანვე არის. ახლა ნეთანიაჰუსაც იმიტომ დალოცავენ, იმიტომ რომ სიონისტი ურიების ისაა, რა ქვია, ფილიალებია აქ და განსხვავებული არ ხდება რა. ქართველი ადამიანი საქართველოს არ მართავს და ქართველობა აღარ მინდა, ქართველი არ უნდა გამრავლდესო ქვეყანაშიო და ახლა სხვას რას ელოდებით. მადლობა ყველას ყურადღებისთვის.